მარჯობა, მადლობა თქვენი დროსთვის და თუ შეგიძლია რომ გითხრა დღეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი და პრინციპში მოლოდინი ამ პროცესის იქამდე ვიდრე გამოცხადება გადაწყვეტილება უკავშირდება იმას თუ წავლენ თუ არა გაუშვებენ თუ არა ციხეში ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ხომ სხვა ლიდერებთან დაკავშირებით ნახეთ რა გადაწყვეტილებაც იყო მიღებული. Აი თქვენი დასკვნა რა არის ამ პროცესის მაგალითზე, აი რასაც ადევნებდით, უყურებდით, რა ტიპის განმარტებებიც კეთდებოდა, რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ყველაფრიდან? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, საფუას სასამართლო ბიუროში ვარ, მდინარე ოცასზე პატიმრების პატიმრების პროცესში, თავისუფლება ყველა სინდისის პატიმარს. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესებს, ისევე როგორც ყველა სხვა საქმე, პოლიტიკურად მოტივირებული, რომელიც არის განსაზღვრული ოპონენტების პოლიტიკური დევნისათვის და მთლიანად ეს კომისია არის შექმნილი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ბუნებრივია, ჩვენ კარგად გვესმის, რომ არანაირ გადაწყვეტილებას არც პროკურატურა, არც სასამართლო არ იღებს. გადაწყვეტილება მიღებული არის ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადად. შესაბამისად, აქ მოლოდინი შეგვიძლია გქონდეს მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი, თუმცა ფორმალურადაც ხო მე როგორც იურისტი, როდესაც ვესწრები ამ პროცესებს, ვხედავ სახელმძღვანელო კაზუსებს, მაგალითებს, რომელიც მომავლის საქართველოში იურიდიულ ფაკულტეტზე უნდა ისწავლებოდეს, როგორი არ უნდა იყოს სასამართლო, როგორი არ უნდა იყოს მართლმსაჯულება. სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს პროკურატურა, მოწმეები, რომლებიც დღეს იქნენ გამოკითხულნი, პირდაპირ ადასტურებენ, რომ ეს საქმე ისე არის შეკერილი, რომ ისეთი ფორმალური ხარვეზები აქვს, არ არსებობს გადაწყვეტილება მაგალითად კომისიის თავისი მიერ დადგენილი დებულებითაც კი როგორიც არის განსაზღვრული, რომ უნდა იქნეს მიღებული კომისიის სხდომაზე, რომ უნდა იყოს ხელმოწერილი თავმჯდომარესა და მდივნის მიერ და ასე შემდეგ და საუბრობენ იმაზე, რომ ვიღაცამ კომისიის რომელიღაც წევრმა უთხრა შესაბამის თანამშრომელს დაბარების შესახებ, როგორ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რატომ მამუკა ხაზარაძე, რატომ ბადრი ჯაფარიძე აქ სრული განუკითხაობა აქვს და ვერც კი მოახერხეს რაღაც საბურველი და დეკორაცია შეექმნათ, რომ თითქოს სამართლებრივი ელფერი შეეძინათ ამ საკითხისთვის და ამ თვალსაზრისითაც კი არის გაუმართავი, მოსამართლესაც კი ეცინებოდა ისეთ ჩვენებებს ვისმენდით დღეს მოწმეებისაგან. ბუნებრივია, ნახავთ ამ პროცესებს ძალიან მალე დასრულებულს, იმიტომ რომ ყველაზე გვიანი ვადა არის 20 ივნისი, თუ 9 ივნისს არ დასრულდა, სავარაუდოდ 20 ივნისს დამთავრდება, იმიტომ რომ აქ ბევრი არაფერი არის გამოსაკვლევი, მუხლი რომელიც ეხება საგამოძიებო კომისიის მიერ კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას, აშკარად არის სახეზე, რომ სრულიად აბსურდამდე მივყავართ, იმიტომ რომ არც საგამოძიებო კომისია გვაქვს, იმიტომ რომ ის არალეგიტიმურია და არც კანონიერი მოთხოვნა, იმიტომ რომ არანაირი მოთხოვნა იქ სახეზე არ იყო. შესაბამისად ერთადერთი რასაც შეეძლო ამ პროცესების გაწელვა იქნებოდა თვითონ კომისიის, ეგრეთ წოდებული კომისიის წევრების წულკიანისა და მისი დამქაშების გამოკითხვა, თუმცა ესეც ვერ გავყვეთ. სასამართლო არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს ადამიანები დასაკითხ პირთა სიაშიც ჩაერიცხა, ამორიცხა ისინი, ასე რომ 20 ივნისს გვეცოდინება ჩვენ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან და სინდისის პატიმრებთან ერთად მოხდებიან თუ არა 4 გისოსებს მიღმა. გიორგი, წულკიანი ახსენეთ თქვენ და ქონდა ხო ეს აქცენტი ხაზარაძეს მის მიმართვაში მოსამართლისადმი, რომ ის დაიბარეს მისი თანაშემწის სიგნალის ჩათით, ჩემი დაქალია თუ ვინ არის ვერ გავიგე, ამბობდა ხაზარაძე, აი რატომ იქნებოდა მნიშვნელოვანი სრული სურათის საჩვენებლად ადგილზე თქვა წულკიანის ყოფნა და თქვენ თქვით რომ ვერ გაბედეს მისი დაბარება. დიახ, რაზეც მე გესაუბრებოდით, რომ ფორმალური სამართლებრივობის ელფერიც მაინც რო შეეძინათ, ხო? დებულება აქვს იმ ეგრეთ წოდებულ კომისიას, სადაც არის პროცედურები გაწერილი, ვინ უნდა იქნეს დაბარებული, როგორ მუშაობს კომისია, როგორ უნდა მოხდეს პირების დაბარება და ასე შემდეგ. ესეთი რაღაცეებიც არ აქვს სახეზე, ვერც კი შეკერეს, რაც ძალიან მარტივი საქმე იქნებოდა ამისთვის თავი რომ შეეწუხებინათ და
ახლა მოწმეებად არიან დატოვებული ტექნიკური ფუნქციების შემსრულებელი პირები, ფელდეგერი, ადამიანი კურიერი და აპარატის თანამშრომელი, რომელმაც ის არ იცის წესიერად ვინ დაავალა, რატომ დაავალა და უფლება ჰქონდა თუ არა ასეთი რაღაცის დავალების. როგორ უნდა გაიგო სიმართლე თუნდაც ამ პროცედურების შესრულებასთან დაკავშირებით პირებისგან, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ ჩართულები. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი სულუკიანის და იმ ადამიანების, ვინც ეგრეთ წოდებული კომისიის წევრები არიან, მოწვევა და ასეთი კითხვების დასმა, ხო, სად მიიღეთ გადაწყვეტილება, რითი გაფორმდა ფორმალურად ოქმი შედგა თუ არა. ასეთ საკითხებზე მხოლოდ და მხოლოდ ეგრეთ წოდებული კომისიის წევრებს შეუძლიათ პასუხის გაცემა, მაგრამ ვინაიდან ეს სულუკიანია, ვინაიდან იქ არალეგიტიმური დეპუტატები არიან პარლამენტის, ახლა სასამართლო ნამდვილად ვერ გაბედავს ამას, ახლა სულუკიანი შეაწუხონ აქ და მისცენ რაც დისკომფორტი შეუქმნა და ვინმე ალაპარაკო მისცა, რომ აი სულუკიანი დაიბარეს და მოვიდა, რაც სხვა შემთხვევაში ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ სახელმწიფოში ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, როდესაც პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრებიც კი სასამართლოში მიბრძანდებიან, როდესაც მათ ეს ევალებათ. დიდი მადლობა. მადლობა გიორგი, დაგემშვიდობები. გიორგი